ეს არის დილის არხი რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. მშვიდობისა განვაგრძობთ რადიო იმედის დილის არხის ფორმატში მუშაობას. სტუდიაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორს ბატონ ირაკლი გულდას ვასმენლობს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, სალმებით თქვენს მსმენელებს. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ირაკლისთან ერთად ჩვენ სწორედ მისი უწყების საქმიანობას, ამ საქმიანობის შინაარსობრივ და ხარისხობრივ ნაწილს გამოვეხმაურებით. ბატონ ირაკლი, ჩვენ ევროპასთან თანამშრომლობის მასთან სინქრონიზაციის გზაზე არაერთი მოდერნიზაცია განვიცადეთ, ვალდებულება ავიღეთ და ამ მხრივ თქვენი ლაბორატორია და მისი საქმიანობა ერთ-ერთი გამოკვეთილი მაგალითია და ნიშაა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ დღეისთვის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ლაბორატორიის კვალიფიკაცია, მისი დასკვნების სტანდარტული შესაბამისობა როგორია თანამედროვე ევროპულ ხარისხთან და შემდეგ უკვე ვისაუბროთ იმ პალიტრაზე, რა მიმართულებებითაც თქვენს ლაბორატორიაში საქმიანობთ. კეთილი, უპირველეს ყოვლისა აღნიშნავ, რომ ჩვენი ლაბორატორია არის აკრედიტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევები არის ზოგადად სანდო. ეს ამ აკრედიტაციაში გულისხმობა ისიც, რომ აკრედიტაცია არის საერთაშორისო და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ევროპულ ლაბორატორიაში ჩატარდება კვლევა თუ მაგალითად ჩვენ ლაბორატორიაში ჩატარდება, შედეგი და სანდოობა ერთი აქვს. დამატებით იმასაც ვიტყვით, რომ 23 წელს ჩვენმა ლაბორატორიამ მიიღო რეფერენს სტატუსი, რამაც უფრო გაამყარა ჩვენთან ჩატარებული კვლევის სანდოობა. რეფერენს სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო ისეთ კვლევებზე ვართ პასუხისმგებელი, როდესაც მაგალითად სადაო არის ორ ლაბორატორიაში შორის გადამწყვეტი უკვე ჩვენია საარბიტრაჟი. უზენაესი ლაბორატორია. ასეთლად ვერ ვიტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა სტატუსი მოგმატა. თქვენთან დადებული ლაბორატორიის პასუხი ვალიდურია, აღიარებულია და შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებისა. ანუ მას ენდობა ევროპული ლაბორატორია. მაგალითს მოგიყვანთ, რომ მოგეხსენებათ, რომ საქართველოსდან გადის ექსპორტზე თაფლი და ჩვეულებრივად მთელი ევროპული ქვეყნები ღებულობენ ჩვენთან ჩატარებულ კვლევების შედეგებს. ანუ ამისთვის ქართულ მეწარმეს არ უწევს ევროპაში წასვლა, სასინჯი თაფლის ჩატანა, თანხის იქ გადახდა და არა მარტო თაფლის, არის სხვა პროდუქტებიც, რომელიც გადის და უბრალოდ დაზუსტებისთვის ამ დონის ლაბორატორია, რომელიც აღიარებულია ევროპის მიერ ამიერკავკასიაში, რეგიონში მე მგონი მხოლოდ ჩვენთან არის? ჩვენ რეგიონში როგორ გითხათ ამიერკავკასიაში რა თქმა უნდა არის ლაბორატორიები, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენი ყველაზე ძლიერია. ლაბორატორია გასაგებია შეიძლება გქონდეს რაღაც შესაძლებლობა, მაგრამ მისი დასკვნა არის აღიარებულად ცალსახად მიღებული ისეთი მიღებული, როგორც თქვა თქვენ ლაბორატორიის შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან სერტიფიცირებული და აღიარებული. რა თქმა უნდა, ზოგადად ლაბორატორიაში შეუძლებელია ლაბორატორიამ იფუნქციონიროს თუ არ აქვს აკრედიტაცია. ამიტომ ყველა ქვეყანაში რა თქმა უნდა ლაბორატორიები არის აკრედიტირებული. შემდეგ უკვე რა ხარისხით მუშაობენ ეს უკვე კარგი. მაგრამ მაშინ კიდევ უფრო განმარტავ რისი კითხვა მინდოდა. ქართველი მეწარმეებისთვის გასაგებია საქართველოში ვართ და მარტივად მოვა და ასევე რეგიონული ოფისები გაქვთ ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ თქვა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან ვიღაცამ გადაწყვეტა კონკრეტული პროდუქციის ევროპაში გატანა და მისთვის რაღაცა ლოჯისტიკურადაც შეიძლება უფრო მოსახერხებელია ევროპაში წასვლისა და იქ ლაბორატორიული კვლევების ნაცვლად აგერ საქართველოში მოვიდეს. ყველა ვარიანტში სხვა თალსახად საქართველოს ლაბორატორიაში მოვა თუ ევროპაში ევროპისთვის მოგახსენებთ ასეთი მაგალითი მაგალითია ყაზახები თანამშრომლობენ ჩვენთან და თვითონ გასატანი თაფლს ამოწმებენ ჩვენ ლაბორატორიაში. ასე რომ ეს პრეცედენტი არის. არა, მეზობელი სახელმწიფო არა კასპიის მიღმა. ესე იგი მეზობელი პოსტსაბჭოური თუნდაც აზიის მხარეს არსებული ქვეყნებისთვის ჩვენ ამ მხრივ ნამდვილად თანხი ამ ჰაბსა წარმოვადგენთ მათთვის მოხერხებულია და რაც თავარია თვითონ ევროპამ დააკავშირა ჩვენ ლაბორატორიასთან, რომ ჩვენთან რო არ აგზავნოთ ნიმუშები საქართველოში ჩვენ ვენდობით და ჩაატარეთ ანალიზები და მე შემოიტანეთ ჩვენთან თაფლი.
ესეც ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობების გამყარების ერთ-ერთი კომპონენტი? დიახ. კი ბატონო. ახლა მოგვიყვებით როგორია ასე ვთქვათ დაფარვის ზონა თქვენი ლაბორატორიისა. მოგახსენებთ ჩვენ საქართველოში გვაქვს 13 ლაბორატორია, 13 ლაბორატორიიდან 3 არის ძირითადი, ეს არის თბილისის ლაბორატორია, აგვაქვს ქუთაისში ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორია და გვაქვს ახალციხეში ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორია. დანარჩენი თითქმის ყველა რეგიონში, მაღალმთიან რეგიონშიც აგვაქვს ლაბორატორიები, შედარებით მცირე, თუმცა ვაკეთებთ იქ კვლევებს, როგორც არის ვეტერინარის მიმართულებით, სურსათის მიმართულებით, რომ მაგალითად მაღალმთიანმა რეგიონმა არ ირბინოს წყლის ანალიზისთვის, თქვათ თბილისში ან თუნდაც ზუგდიდში მესტიიდან ხელი შეუწყეთ ასე. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ვეტერინარული კვლევები, ვეტერინარულ კვლევებში ცალსახად გამოყოფ განსაკუთრებით საშიშ პათოგენები, რომლებიც შესაძლებელია გადავიდეს ცხოველიდან ადამიანზე და მეტად დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ამაზე. ასევე ფიტოსანიტარიის მიმართულებით. მაგალითად სოფი რომელიც სამკეთებაა? დიახ, სოფის კვლევა მხოლოდ ჩვენს ლაბორატორიაში კეთდება. მოთხოვნიდან გამომდინარე სამწუხაროდ არის შემთხვევები ძირითადად რა თქმა უნდა გარეულ ცხოველებში. არის პერიოდი როცა თქვენ ლაბორატორია თბილისში ვაშლი ჯვარზე ყურადღების ცენტრში ექცევა. და ქუთაისშიც დავამატეთ სოფის კვლევები, რომ მოგეხსენებათ რთული იყო ნიმუშების წამოღება ყოველ დღე წამოღება თბილისში. და რა თქმა უნდა სურსათის მიმართულებით, სურსათის კვლევები, სადაც მოვიცავთ როგორც სურსათის მიკრობიოლოგია, სასმელი წყლის ანალიზებს და რა თქმა უნდა ნარჩენ ნივთიერებებს, მათ შორის ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, რა დოზით არის იმ პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვჭამთ. ნიადაგიც თქვენი ნიადაგი ჩვენი სფერო არა. ნიადაგს მხოლოდ ვიკვლევთ დაავადებების მიხედვით. მიმართულებით მაგალითად მცენარეებში არის თუ არა ნემატოდები, სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც მე მცენარეებს აზიანებენ. რა თქმა უნდა გვაქვს ნიმუშები ნიადაგის ჯილეხი ხო არა, დაღვრილსის და ასე შემდეგ. მაგებს რა თქმა უნდა ვაკეთებთ, მაგრამ ფიზიკო-ქიმიურ შემადგენლობაში ჩვენი მიმართულება არა და ჩვენ ლაბორატორიაში არ ვაკეთებთ. კი ბატონო. აკვაკულტურის მიმართულებაც თქვენი დაფარვის ზონაა. დიახ. მოგეხსენებათ ბოლო წლებში ძალიან დიდი ყურადღება მიექცა აკვაკულტურის განვითარება საქართველოში. დადგენილებად შემოვიდა, რომელიც ამუშავდა და ფაქტიურად რეგულაციებში მოაქცია ის დაავადებები იქნება როგორც ვირუსული და ბაქტერიული თუ სხვა ნარჩენი ნივთიერებების აღმოსაჩენად საჭირო პარამეტრები. დიახ, თევზსაჩენებში და სწორედაც ჩვენს ლაბორატორიამ მიიღო ეს დავალება, რომ რაც შეიძლება მალე დაგვენერგა სხვადასხვა კვლევები თევზის მიმართულებით და დღესდღეობით ამაყად ვიძახით, რომ ჩვენს ლაბორატორიას უკვე შეუძლია ყველა დაავადებები შეისწავლოს თევზის და ზოგადად აკვაკულტურაში და რა თქმა უნდა ის ნარჩენი ნივთიერებით, რომელიც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ჩვენ უკვე უფრო გავაძლიერეთ ამ მიმართულებით მუშაობა და უკვე ნერგავთ ყველა რეგიონში, რომ მივაწოდოთ ჩვენს თევზ მომშენებლებს ეს სერვისი. აი ჩვენ თაფლი ვახსენეთ და თქვათ მეწარმე რომელსაც თაფლის გატანა უნდა პირობითად ევროპაში ან საზღვრებს გარეთ, ევროპაშიც რომ არ გაქონდეს და საზღვრებს გარეთ, თქვენი ლაბორატორიის დასკვნა, მისი პროდუქციის ხარისხის ხაზგასმაში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება იქნება, ხო? და ასე ვთქვათ, დაიხარჯება შეგნებულად. მაგრამ აკვაკულტურის შემთხვევაში, რადგან ეს სიახლეა, როცა თქვენ ლაბორატორიას შეუძლია გაუმკლავდეს უკვე ამ სივრცესაც, ამ მიმართულებასაც, იქ თევზსაჭერებს აქვს ვალდებულება, რომ გიგზავნოთ, თქვათ, ცდისთვის რაღაც პერიოდულობით გამოგიგზავნოთ მასალა, თუ უბრალოდ ეუბნებით, რომ თუ დაგჭირდათ, ჩვენ შეგვიძლია, რომ გითხრათ, როგორია თქვენთან ის სურათი, რასაც თვალით ვერ ნახავთ. რა თქმა უნდა, ამის ვალდებულება არ აქვს ბიზნესს, იმიტომ რომ მათ თავისი საქმიანობა თვითონ უნდა მართონ, თუმცა წელიწადში გაწერილია სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს სახელმწიფო კონტროლის პროგრამა, რის ფარგლებში ხდება შესაბამისი მეთოდოლოგიით აღება ნიმუშების და დიახ, პერიოდული შემოწმება, რომ სხვადასხვა დაავადებები არ გავრცელდეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ესეთი ნიმუშები მოდის ჩვენთან გეგმიურად და კეთდება. რაც შეეხება თვითონ ბიზნეს პირიქით, მათ თვითონ არიან დაინტერესებული, რომ თუ ხედავენ, რომ რაღაც დაავადება აქვთ იმაში, რა ქვია, ბასეინში, რომ თვითონ სასწრაფოდ აიღონ ნიმუში, წამოიღონ ლაბორატორიაში, რომ დროულად დაუნიშნონ ის მკურნალობა, თევზს, რომ დროული პრევენცია რა თქმა უნდა გადაურჩენს ბასეინში არსებულ თევზებს. კი ბატონო. რომ მნიშვნელოვანია მათი ინტერესია და ამიტომ თვითონ მოაქვთ ნიმუშები.
რაც შეეხება ჩვენ სოფლის მეურნეობა ახსენეთ, აგრარული მიმართულება და ზოგადად როგორც ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დიდ ბაზარზე ჩვენი გასვლის ერთ-ერთი საშუალება არის მეღვინეობა. აი მათთვისაც ამომწურავნი ხართ? დიახ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სამინისტროში შედის ასევე ღვინის ლაბორატორია, რომელიც სრულად აკეთებს იმ კვლევებს, რომელიც ესაჭიროება საექსპორტო. ეს თქვენ ლაბორატორიის ნაწილია და არა ცალკე ღვინის ეროვნული სააგენტოს. არა, ღვინის ეროვნული სააგენტო თვითონ პოლიტიკას გასაგებია, ხო? ანუ მათ ბაზაზე თქვენთან არის ლაბორატორია, ესე იგი თქვენი რგოლია ერთ-ერთი. დიახ. კი ბატონო. ალკოჰოლური მიმართულებით. ჩვენთან იმ მოცემულობის შემდეგ რაც ჩვენ DCFTA-ის შესაბამისად წლების წინ მივიღეთ და ევროპულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა გვექცა, გასაგებია რომ ამ ყველაფერმა დააჩქარა იგივე ლაბორატორიის ხარისხის ამაღლება და ასე შემდეგ. თქვენი დაკვირვებით რამდენად იცვლება სურათი, თქვათ მეწარმეების მხრიდან მაგალითად ვეტერინარიის მიმართულებით სრულად რაც იყო გეგმაში ჰარმონიზაციით რეგულაციები ყველა გაკეთდა და ჩვენც რა თქმა უნდა სრულად და 100%-ით უკვე ვართ ჰარმონიზირებული ამ დაავადებების აღმოჩენის მიმართულებით. ასევე ფიტოსანიტარიის მიმართულებით მინდა ხაზი გაუსვა სურსათის მიმართულებით უბრალოდ ძალიან დიდი გამოწვევაა. მინდა გითხრათ ლაბორატორიისთვის და ყოველწლიურად ჩვენ გეგმებში ვითვალისწინებთ ახალი და ახალი კვლევების დანერგვას. რაც რა თქმა უნდა პირდაპირ ხას უსმევ რომ პირდაპირ მიდის ევროპული ხარისხითა და ევროპული სტანდარტით. კი ბატონო, ამ ყველაფერთან ერთად ხო პარალელურად შევედი თქვენ ვებგვერდზე და ვაკირდები, თუნდაც შევედი მაგალითად ტარიფების პორტალზე თუ გვერდზე და კარგია რომ ასე დეტალურად არის გაწელილი და თქვათ დისტანციური კომუნიკაციისთვის ეს მექანიზმი არსებობს. თუმცა თქვენ ახსენეთ რომ გაქვთ რაიონებში თქვენი ფილიალები, თუმცა მოზრდილი რეგიონული გაქვთ ორი, ქუთაისი და ახალციხეში. სწორად გავიგე. რატომ ქუთაისი და ახალციხე და რამ ეს ორივე თქოთ ერთი სამხრეთით არის, მეორე დასავლეთით და აღმოსავლეთს როგორც ჩანს ესე იგი თბილისი ყოფნის. მოკლედ რატო ეს ლოჯისტიკა და იქ რა შესაძლებლობებია? თუ იდენტურია თქვენ? უმეტესაც რო იტყვიან 70% არის იდენტური თბილისის ცენტრალური ლაბორატორია ქუთაისი და ახალციხის. რატო შეირჩა ეს რეგიონი? შემთხვევით ნამდვილად არ შეერჩეულა. მაგალითად ახალციხის სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე მნიშვნელოვანია მეცხოველეობის განვითარება, ასევე საბაჟო კონტროლი, რამაც დაგვისვა ამოცანა რომ კი სამხრეთ კარიბჭესთან უნდა იყოს ერთი ძლიერი ლაბორატორია. ამიტომ მოგვიწია ამ ლოკაციის გაძლიერება. რაც შეეხება ქუთაისს მოგეხსენებათ, დასავლეთში აქვს იდეალური ადგილმდებარეობა ლოჯისტიკურად, სადაც მაგალითად თუ მცირე ლაბორატორია ვერ ერევა რაღაც კვლევას, უკვე იგზავნება ნიმუშები, რა თქმა უნდა, ამაზე მომხმარებელს, რა თქმა უნდა, ქუთაისში იგზავნება, მომხმარებელს არ ვაწუხებთ, ჩვენივე შიდა ლოჯისტიკით მოგვაქვს თქვათ ქუთაისის ლაბორატორიაში ტარდება პასუხი და ტარდება კვლევები და პასუხს უკვე ღებულობს იმ რეგიონალურ ლაბორატორიაში, სადაც ჩაბარდა ნიმუშები. ხო, ანუ იმ სოფელში თუ რაიონში მაცხოვრებელს არ უწევს თავად ქუთაისში სიარული. თუ დაიჭირდა ამას ჩვენ ვაკეთებთ. ესეც სერვისის ნაწილი. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებელს, რომ კომფორტულად მიიღონ ის საერთაშორისო კვლევები, რომელიც ჩვენს ქსელშია დანერგილი. კი ბატონო. კიდევ ერთი თემატიკა, რომელიც ბოლო პერიოდის განხილვის საგანი იყო, ეს გახლავთ პარკები, პლასტიკური პარკები და ამ ხრივ თქვენი შესაძლებლობა როგორია? მოგახსენებთ, რომ ჩვენ ლაბორატორიისთვის საინტერესო გამოწვევა იყო პოლიეთილენის მიმართულებით კვლევების დანერგვა. მოგახსენებთ, რომ ასევე საქართველოში უკვე მოქმედებს რეგულაცია პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით, ეს არის ბიოდეგრადაციის მიმართულებით და სწორედ ჩვენმა ლაბორატორიამ შეძლო და ეს მეთოდი დანერგა, რომ მოხდეს შემოწმება ნამდვილად რომ ყიდულობთ დიახ ცელოფნის პარკებს, არის თუ არა ბიოდეგრადირებადი, ბუნებაში მართლა დაიშლება თუ არა და რო დაიშლება, ეს რა თქმა უნდა უნებელი უნდა იყოს როგორც გარემოსთვის, ასევე ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც, მათ შორის ადამიანისთვის. და ახლა ამ დრომდე შემოწმებული პარკებიდან შესაბამისობა როგორი გვაქვს? როგორ არიცით, რომ თვითონ კონტროლი დაიწყება უკვე აპრილიდან არის შესული, თუმცა მინდა
გითხრათ რომ რამოდენიმე მეწარმემ უკვე თავისი პროდუქცია თვითონვე შეამოწმა და სავსები ცუდი მდგომარეობა არ აქვს ქვეყანაში ნამდვილად იშლება ეს პარკები და არის ბიოდეგრადირებადი ასე რომ თლად ცუდი მდგომარეობა არ აქვს თუმცა როდესაც უკვე აქტიური კონტროლი დაიწყება მე დავინახავთ კი ბატონო თუმცა სხვა გამოწვევა მანამდე არსებული პარკები რომლებიც ქარს მოაქვს და ეს ალკე გამოწვევაა თალკე თემა რაც შეეხება თქვენ ლაბორატორიას ახლა ბრძანებთ რომ ანუ როგორც ხედავ დაფარვის ზონა თუ პალიტრა ასე ვთქვათ საკმაოდ ვრცელია კიდევ არის თუ არა გეგმაში აი კომპონენტების დამატება გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის ვალდებულებები შემორჩენილი ევროკავშირთან სინქრონიზაციის ფარგლებში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმა რა თქმა უნდა როგორც მოგახსენებთ ყოველ წელს ვაკეთებთ გეგმას რომ დავნერგოთ ახალი კვლევები სწორედაც ეს ახალი კვლევები პირველ რიგში ვალდებულებებს ვუყურებთ რომ რა მე მიმართულებით ხო არ არის დარჩენილი და ივსება ეს გეგმა აქედან და რა თქმა უნდა თუ დაკვეთა მოდის ფერმერისგან თუ დაკვეთა მოდის მომხმარებლებისგან ამ ახალ კვლევებსაც ვამატებთ მოგეხსენებათ ახლა ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად რა თქმა უნდა აი მაგალითად ეხლა რო გითხართ რომ თევზის მიმართულებით ჩვენ ბოლომდე დავასრულეთ რა თქმა უნდა ნიშნულოვანი გარდა იმისა რომ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებებში ქონდა ამ მიმართულებით რომ უნდა დანერგილიყო ახალი კვლევები თვითონ ჩავედით რო იყვნენ რეგიონებში შეხვედრები ვაწარმოეთ ამ თევზმომშენებლებთან რომ მოგვესმინა თუ რა უნდათ მათ იმიტომ რომ მათ ისეთი კვლევები წამოწიეს წინა პლანზე რომელიც მაგალითად რეგულაციაში არ მოითხოვება და ეს უფრო მათი შიდა ხარისხის კონტროლისთვის არის საჭირო ამიტომ რა თქმა უნდა როგორც საკანონმდებლო ბაზით რაც გვევალება იმის დაგეგმვას ვაკეთებ და რა თქმა უნდა ჩვენი მომხმარებლის და უფრო მეტიც ჩვენ მომხმარებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ერთია ფორმალობა და მეორეა რეალური მოცემულობა თუ საჭიროება რომელიც ამიტომ აი ამით უკვე ვადგენთ გეგმებს ყოველწლიურად და რა თქმა უნდა ვასრულებთ ბოლომდე. ანუ ჩვენ თამაშებს შეგვიძლია ვთქვათ რომ იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქტი რომლის გატანაც გვინდა ევროპაში თუ აქ ლაბორატორიაში ანუ გაივლის შემოწმებას და რა პასუხსაც მიიღებს ეს პასუხი თუ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ევროკავშირი გადამოწმების გარეშე ღებულობს პროდუქციას ნამდვილად გადამოწმების გარეშე ღებულობს ამ პროდუქციას ჩვენ ქართულ პროდუქციას ახლა გეტყვით მაგალითად ხიზილალა გადის ქართული და რა თქმა უნდა ჩვენ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საკმარისი ევროპასთვის რომ მას მისცეს აღიარება და მის ბაზარზე შეიტანოს ასევე რამოდენიმეჯერ გავიდა ლოკოკიდები ესეთი ეგზოტიკური ასე რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევები სავსებით საკმარისია და ვიმედოვნებ რომ თევზის საშენები იმდენად განვითარდებიან რომ მალე ამ თევზის პროდუქტებსაც შევიტანთ ევროპულ ბაზარზე თვითონ თევზს ო ეს კიდე ცალკე თემატიკაა რომელიც თუმცა ჩვენ უკვე გვერდში უდგევართ ლაბორატორია ძლიერია და ლაბორატორიის მიმართულებით უკვე მათ შეფერხება არ ექნებათ მგონი არ ვწდები თუ ვიკითხავ შემდეგ რამეს რომ აი თქვათ თევზის აკვაკულტურის შემთხვევაში ის ვინც აშენებს თევზს და თევზჭერით არის დაკავებული შესაბამისი აუზი აქვს მოწყობილი და ინფრასტრუქტურა გამოდის რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორიის არსებობით მას შეუძლია აკონტროლოს პირობითად ის მიკროკლიმატი რასაც თქვათ თვალით ვერ გააკონტროლებს და რისთვისაც სინჯები პერიოდულად უცხოეთში უნდა გაეგზავნა ან საერთოდ არ გააგზავნინა რაღაცებს მიენდობოდა ინტუიციას ან ამ შემდეგ რა თქმა უნდა ზოგადად ლაბორატორიის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ბიზნეს ოპერატორების გაძლიერებასთან ფერმერების გაძლიერებასთან და რა თქმა უნდა ისინი ამით ცდილობენ რომ დროულად მოახდინონ მაგალითად დაავადებების მიხედვით არ აქვს მნიშვნელობა ვეტერინარული იქნება თუ ფიტოსანიტარული რომ დროულად მოახდინონ პრევენცია თავიანთი თქვათ ეს ბაღები იქნება თუ ფერმები იქნება რომ დაავადება არ გაუხსნელთ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ძლიერი ლაბორატორია ნიშნავს რომ ფერმერი ძლიერი იქნება თავისი პროდუქტით ჯანსაღი იქნება კი ბატონო მადლობა გაიხარეთ თქვენ მადლობა დავასრულოთ მაშინ დევიზით თუ ფრაზი ძლიერი ლაბორატორია ძლიერი მეწარმის ხარდამჭერია თუ ძლიერი მეწარმეობის ხარდამჭერია მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის რადიო ემედის სტუდიაში ჩვენ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობაზე ვისაუბრეთ და სტუდიაში სწორედ ამ ლაბორატორიის დირექტორს ბატონ ირაკლი გულდას ვასპინძლობდით ჩვენი სტუმართან საუბარი აიტვირთება რადიო ემედის Facebook გვერდზე წარმატებებს გისურვებთ დროებით